მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ხუთშაბათ ჩვენ მიმოხილვა გვაქვს მიმდინარე პროცესებისა, შიგა გარე პროცესებისა, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. მოდი საშინაო საქმეებიდან დავიწყოთ, მნიშვნელოვანია. დღეს არაბული ფირმა, აი ცნობილი ბჭყალებში ინვესტორი, რაღაც ცვლილებები შეიტანა საჯარო რეესში და შეატანინეს და არეგისტრირეს, ესე იგი ამზადებენ ალბათ იმ გაფორმებისთვის, რაც მიწასთან არის დაკავშირებული, თუმცა მაინდა-მაინც არ იჩქარებენ, იმიტომ რომ დაელოდებიან მისცემს თუ არა მათ ქართველი ხალხი ამის ნებას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია საქართველებზე და არა ხელისუფლებაზე. შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს ის, რასაც დემაგოგიურად ამტკიცებენ, რომ კარგია თან იმდენად არაკვალიფიციურად საუბრობენ ამ ბჭყალებში ინვესტიციებზე და უდიდეს სარგებლობაზე და ამ დროს ვერანაირ ფინანსურ მაჩვენებლებს ვერ გვიჩვენებენ. თუ ეს ინვესტიცია არის, კი ბატონო, სად არის ბიზნეს პროექტი, მანახეთ ფინანსური მაჩვენებელი თქვენ ჰაერზე რას ამბობთ, ეს არაფერს არ ნიშნავს. მე შემიძლია კარგად წავიკითხო ეს ფინანსური მაჩვენებლები, მივხვდე რავალდებულებებია აღებული და ასე შემდეგ, რაღაც შეგიძლია დამალეთ რაღაც მუხლი, რომელიც თქვა წმინდა იურიდიული ხასიათის აქვს, მაგრამ ფინანსური მაჩვენებლების დამალვა, როცა ნათქვამი გაქვთ, რომ 33% თქვენია და 67% ინვესტორისა, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ფინანსურ მხარეს უნდა გვაცნობდეთ, მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს ბნელი საქმეა. ძალადობით გინდათ გააკეთოთ და ეცდებით ალბათ ძალადობით ამის გაკეთებას. ყველა ადამიანი, ვინც ამ საშიშრობას უჭერს მხარს, ერთი მხრივ კარგია, რომ საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს და დარჩება ერთ-ერთ სამარცხვინო პიროვნებებად, რეალობად დღევანდელ ქართულ სინამდვილეში. მე თქვენ აგიხსენით, რა ავითარებს ეკონომიკას, არაბული ინვესტიციები არ ავითარებს. მეორე, დღეს იგივე ოცნების პროპაგანდისტებმა დაწერეს, რომ წამოვიდა ნიაღვარი ინვესტიციისა, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გადაუწყვეტია, რომ კერძო სექტორში წავა 300 მილიონი ინვესტიცია. როდის იყო ბანკი ინვესტიციას აკეთებდა? ბანკი არის ცესხი, სახელმწიფო ცესხი, სახელმწიფო ცესხის აღების შემდეგ სად წავა ეს ფული, რა პირობებით წავა, სად არის ეს მონაცემები, თუ ეს სისულელეები გინდა აგრძელოთ. მე მგონი თქვენ ძალიან ცდებით, როდესაც ხელისუფლებას მიგაჩნიათ, რომ ხალხს რასაც გინდათ იმას ეთქვით. დიახ, არის კატეგორია ხალხისა, მოდი პირდაპირ თქვათ. ეს არის ასაკოვანი ქალბატონები, თუმცა ქალბატონი თუ შეიძლება ასეთ არსებას ერქვას, მამაკაცები, საშუალოზე უფრო მაღალი, ძალიან გაუნათლებლები, ძალიან ბრიყვები, ძალიან აგრესიულები თავისი გაუნათლებლობის გამო, მხარდაჭერები, როგორ გაბედა ვინმე, რომ ესე იგი თლათ უფროს კრიტიკულად შეეპასუხა და კრიტიკა გამოთქვა ხელისუფლების მიმართ. ამ ბნელ ხალხს ჩვენ საქართველოს მომავალს ნამდვილად ვერ გადავაწყვეტინებთ, ამიტომ პროცესი გრძელდება, არ უნდა ზედმეტი ემოციები. გუშინ მე ვფიქრობ, რომ დავით ჭაბუკაშვილმა გააკეთა განცხადება, ჩვენ სადაც ქართული საქმე იქნება, ჩვენ დაგვპატიჟებენ, არ დაგვპატიჟებენ, ჩვენთან მოვლენ, არ მოვლენ, არ გვაინტერესებს, ჩვენ ყველგან მივალთ, სადაც საქართველოსთვის, თუმცა შესანიშნავად ვიცით, ვის რა შეიძლება ამოძრავებდეს, მაგრამ ქართულ საქმეს არ აქვს ასარჩევი, ყველანი, ვისაც სურვილი აქვს გადადგას ნაბიჯი ამ ქვეყნის დასაცავად და არა სავაჭროდ ხელისუფლებასთან ხას უსვამ, არა სავაჭროდ
თორე მე ინფორმაციები აუცილებლად მექნება და მოურიდებლად ვიტყვი ჩვენ დამოუკიდებლად ქართული დიდი გაერთიანების ქართულთა დიდი გაერთიანების წევრები მევალთ ყველგან იმიტომ რომ ეს ეხება საქართველოს და არა პარტიულ ინტერესს ჩვენ პარტია არა ვართ პარტიების საქმიანობა არ გვაინტერესებს მაგრამ თუ რომელიმე პარტია საქართველოსთვის გამს ნაბიჯებს ისე რომ ეს არ იყოს ვაჭრობა ხელისუფლებასთან ჩვენ ყველგან მივალთ ასე რომ რაც შეიძლება მობილიზებული იყავით ხას უსვამ ერთი გაფრთხილება მინდა როგორც ჩანს ქართველები 35 წლიანი ილუზიებიდან ვერ გამოდიან. მიტინგი არაფერს არ წყვეტს. ხას უსვამ. მიტინგი არის უბრალოდ იმ გამოხატვა, რაც ხალხშია. და ერთი მიტინგი ამ ინვესტიციას ვერ შეაჩერებს, ვერც აკრძალავს. ამას სჭირდება ის მობილიზაცია ხალხისა, საღი ქართველებისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აქ პარტიულ ნიშანს არ აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე მიტინგზე მიხვალთ, ჩვენ ყველგან მივალთ, რომ რომელიმე მიტინგზე ჩვენ მივალთ, ან თქვენ მოხვალთ და ამით ყველაფერი გაკეთდება. ამ ჯოშ ძახილმა, ამ მიტინგებმა უკვე 88 წლიდან აჩვენა რომ შედეგის მომტანი არ არის. ყველა მიტინგს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ყველა მიტინგი კეთდება გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, ხალხი კი მიამიტია და ასე გონია რომ რაიმეს წყვეტს, არაფერს არ წყვეტს. როდესაც მიტინგის ფუნქციები შესრულდება, ხალხს ისევ სახში გაუშვებენ. ამიტომ ხას უსვამ. თემა არის სასიცოცხლო. ყველა მობილიზებული უნდა იქნას ამ საქმის ინვესტიციის წინააღმდეგ, მაგრამ კიდე გეუბნებით, ასე იოლად ნუყურებთ საქმეს, სადღაც შეიკრიბებით და ყველაფერი გადაწყდება და ყველაფერი კარგად იქნება, ხელისუფლება დაიხევს უკან, ესე იგი საერთოდ კვლავ მიამით არსებობას განაგრძობთ, არავითარი მიტინგი ამას არ უშველის. ამას უშველის ქართველთა, საღი ქართველთა გაერთიანების ერთიანი ძალა, რომლის დემონსტრირება ცოტა სხვანაირად მოხდება, ვიდრე ეს მიტინგებია. ხას უსვამ, ილუზიებში არ იყოთ. ყველა წინააღმდეგობა მისასალმებელია, მაგრამ ილუზიები დამღუპველია. არანაირი 1, 2, 10 მიტინგი ამას არ გააჩერებს, ამას გააჩერებს სხვა. ხას უსვამ, 1000-ჯერ გითხარით, აგიხსენით. პოლიტიკაში ის ძალა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, მართალია არალეგიტიმურია, მაგრამ ძალაუფლება ხო ხელში აქვს, ხო? ამის განეიტრალება მხოლოდ ძალით შეიძლება. მანახეთ რომელიმე პარტია, ვისაც შეუძლია დღეს თქვას, რომ ძალა არის და განეიტრალებს ხელისუფლებას. თუ თქვენ ილუზიებში ხართ, ძალიან ცდებით. ოპოზიცია, რომელიც ნახეთ, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა ქალბატონმა ჩამოაყალიბა რაღაც 28 ნოემბერს გონი რაღაც აქცია აქვს და ჩამოაწერა რა არის მათთვის მთავარი. არაფერი, რაც ქართველების სასიცოცხლო ინტერესებში შედის, იქ არ არის ნახსენები. ამიტომ ოპოზიცია აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და რაც კი შეუძლია აძლიერებს ოცნებას, მაგრამ ოცნების გაძლიერება შეუძლებელია, ხას უსვამ, ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, ძალიან ერთმანეთს რომ დაერივნენ, იქ რა იქნება, რა ხდება, არ მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ არის კონფიდენციალობის რაღაც ფორმები. ადამიანები, რომელთა მიმართ მიმართული იქნა სამართლებრივი დევნა, საშინელ დღეში არიან და იმას, რასაც დაწერენ, კიდე უამრავი რამე მოყვება, ამიტომ ეს პროცესი ანგრევს თვითონ ხელისუფლებას. არა აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ 12 წელია, მეტი, 13 წელი გავიდა უკვე,
ერთი და იგივეს, როდის დავიწყე ოცნების კრიტიკა? 2013 წლის თებერვლიდან. საშინელი შესახედავი იყო ის ხალხი, ვინც დაღრემილი მიყურებდა და დაბოხმილი და ხან რასაც შემომივარდა. რა გამოვიდა? ნარკოტრასა? დემოგრაფიული მონაცემები გაეპარათ, პირველი მე გავახმიანე, შემდეგ დადეს, მოხსნეს მალე და დადეს ახლა ეროვნული ჭრილის გარეშე და ერთი საცოდავი კაცი მწერს დღეს ჩემს გვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბატონო დემურო, კარგი რა, 3.900.000 რაღაცა აჩვენაო ხელისუფლებამ და აქედან 3 მილიონზე მეტი ხო ქართველები იქნებიან მაინცო. მე მორიდები დაუწერე, რომელ ქვეყანაში ცხოვრობ, ვინ აგიგზავნათ საკუთარი თავის მოტყუება, საერთოდ არ გინდა არაფრის. 2 მილიონი ქართველი ქვეყნის გარეთაა გასული. 3 მილიონი აქ თუ არის, ჯამში 5 მილიონი ქართველი ყოფილა. 5 მილიონი ქართველი საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა. ტყუილია ის მონაცემი. გაეროს ჩემ წიგნს თუ ნახავთ, თანამედროვე უმაღლესი მაკროეკონომიკა, მე გაეროს მონაცემები მაქვს. 4.900.000 რაღაც იყო 92 წელს, ეს არის პიკი მოსახლეობისა და მერე უცებ მოხდა ვარდნა სრულიად გასაგების გამო. ამიტომ ვიღაც ბნელი ქაბატონი შემომივარდა და ცუდად მომიხსენია, რომ მე ესე იგი ვაფერისტობ და ამ ხელისუფლებას ცილი დავწამე, ხო? ოცნებას მივმართავ. თქვენ თუ ამ ბნელი ხალხის მეშვეობით გინდათ ლელო გაიტანონ, დაინახავთ რასაც გაიტანთ, იმიტომ რომ არ გამოვა ასე მარტივად ეს საქმე. ამიტომ ყველა ქართველი, ყველა საღი ქართველი მობილიზებული უნდა იქნას, ეს საქმე არ უნდა გაკეთდეს, ტყუილია. რატომ ვერ აწყობს რომ რგვალ-მაგიდას საქართველოს მთავრობა? ხო, სამშობლო კაია, შეიძლება მთავრობამ კაი რამე გააკეთოს ქვეყნისთვის და მე ან ვინმე საღი გამოვიდეს და თქვა რომ ეს ცუდია. ხო, გავინადგურებთ საკუთარ თავს, კაც. როგორ შეიძლება კარგ რამეზე თქვა ცუდიაო? სად გაგონილა ეს? ამიტომ ვერ აკეთებს, ვერ გაჩვენებს, ისეთ ციფრებს არ ახუნებს პრემიერ-მინისტრი, რომ აზზე არ არის ბიზნეს პროექტი, რა ფინანსური მაჩვენებლებით უნდა იყოს და იმას კი არ ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში წესიერი სახელმწიფო პოლიტიკა რო იყოს, რა დონის შემოსავლები შეიძლება ქვეყანაში. ეს ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს. საით უნდა გავითარდეს ქართული ეკონომიკა? ქართული ოცნება ხაზს უსვამ. საღი ქართველებისთვის ვლაპარაკობ, თორე ის ქალბატონი რო არის ბნელი, იმათთვის და ქოცი ბნელი ხალხისთვის არ ვლაპარაკობ. ქართული ეკონომიკა მიდის საერთოდ გზასაცდენილი მომსახურების ისეთ სფეროებზე, რომელიც მის სრულ განადგურებას უწყობს ხელს. ოცნება არის ამის შემოქმედი. ეს თემა არის პროფესიული თემა. ამას ოცნების მომხრე ხარ თუ არა ხარ, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ შეიძლება მუსიკის თეორია არ იცოდეთ და ვერ ერკვეოდეთ მუსიკაში, მაგრამ სიმღერის ხარისხი და ვინ მღერის ამის გარჩევის მართალია თქვენ შეიძლება ეგრეთ წოდებული დოლ მუსიკა გირჩევნიათ ნებისმიერ შედევრ ოპერის არიებს ან და თანამედროვე მუსიკის შედევრებს, მაგრამ ეს თქვენი ნება ვინ გიშლით, მაგრამ თქმა იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგია საჯაროდ არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა საკუთარი თავისა. ამიტომ ყველა ეგრეთ წოდებულ გონება დამთხეულ ქოცს მოგმართო. მე თქვენ თანაბრად არასდროს არ და მე თქვენ როგორც ადამიანებს არ დაგელაპარაკებით. არასდროს პატივისცემას არ გამოვხატავთ, იმიტომ რომ თქვენ ქართველი ხალხის ყველაზე უბედური ნაწილი ხართ.
გამიგეთ არა? ძალიან საშიშ რამეს რომ უჭერთ ხელს. მე კოცებში არ გულისხმობ იმ ქართველებს, რომლებაც სიტუაციურად ხმა მისცეს ოცნებას. ისევე როგორც სიტუაციურად არაერთმა ადამიანმა მიცა ეგრეთ წოდებულ ნაცმოძრაობას ხმა თავის დროზე არჩევნებში, მაგრამ ისინი ნაცები არ იყვნენ, ხო? სიტუაციური ხმის მიცემა სხვა არის, თუმცა რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი, ცალკე თემაა და არის. ამიტომ კარგად გაიაზრეთ, კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება თქვენ არ მოგიწოდებთ რაღაც დესტაბილიზაცია. ძალა იქნება დესტაბილიზაციის გარეშე მოვაგვარებთ ყველაფერს. არ იქნება ძალა, მალე ორი არაბული ქალაქი იქნება, მალე არ იქნებით აქ ხალხს უსვა. მალე უმცირესობაში იქნებით და კიდე გეუბნები, მე არ ვაპირებ იმ ბნელ ხალხს, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას უჭერენ ხელს, იმად გადავაბრალო საქართველოს დაყოფა. ჯობს ამისთვის ჩვენ ცოტა უფრო გონიერი ნაბიჯები გადავდგამთ. გონიერი და არა ემოციური. ხას უსვამ, არაფერით მოითხოვოთ თავი. არაბულ ინვესტიციას მიტინგი ვერ შეაჩერებს. არაბულ ინვესტიციას რა შეაჩერებს 9-ჯერ ავხსენი. გითხარით, ქართველთა გაერთიანება იქნება ძალა, რომელიც გააჩერებს ამ პროექტს. არ იქნება ძალა, რა მიტინგებით გააჩერებთ ამ პროექტს, იმასაც დაგინახავთ. რას იზამთ, არჩევნებს მოუგებთ დღევანდელ ოცნებას, რომელი კანონმდებლობით მოუგებთ, ყველაფერს საკუთარ კანზე ირგებენ, ხო გეტყვით, ცვლილებები შეაქვთ ყველაფერი. პარტიების აკრძალვა, ჩემთვის ნაცმოძრაობა, როგორც პარტია არასდროს მისაღები არ ყოფილა, მაგრამ მე კატეგორიულად არ ვემხრობი რაიმე პარტიის აკრძალვას, თუ ის ღია სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგი არ იქნება, რომელიც საჯარო იქნება, რომელიც გამჭვირვალე იქნება და მე მეცოდინება, რომ ჩემთვის მიუღებელი პარტია აიგრძალა იმის გამო, რომ მას დაუმტკიცდა ის, რაც კონსტიტუციას და სამართალს ეწინააღმდეგება. მე არაბითარი სასამართლო არ მჭირდება, პირადად ზეპირად ვიცი, ჩასახვის მომენტიდან დღემდე ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ხელისუფლება მაგძალოს პარტიები. დღეს ნაცმოძრაობას აკრძალვის, ლელოს აკრძალავს, კიდევ ამ ჭრელა პარტიებს აკრძალავს, მე რა კანონმდებლობა შეცვლის, პროტესტსაც კი დასჯაც გახდის. გინდათ ეს კი ბატონო, იქნება ასე. ასე რომ დავასრულოთ. საშინაო მიმოხილვა, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები არაფერი არ არის. ეს პროექტი არ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ არავითარი ეკონომიკური ეფექტი ამას არ ექნება. არავითარი ეკონომიკის განვითარებას ეს ხელს არ შეუწყობს, კიდე გეუბნებით. ინვესტიციის თეორიას ვკითხულობ, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს წაკითხულა. ძალიან შორს წასულ, აი ტოპ უნივერსიტეტებში რა. ფინანსური მენეჯერს ამ წუთში არ ამყავს ჯგუფით, რომ ფინანსური მენეჯმენტი ძალიან სხვანაირად მაქვს წაკითხული. მიკრო და მაკროეკონომიკაზე ლაპარაკი არ არის, ხო? თამაშების თეორიაზე და სხვა რამეებზე. გეკითხებით. არ არსებობს სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც არაბის ან ვიღაცის ინვესტიციით განვითარებული იყოს. მარტო გონებაბნელ, გაუნათლებელ, უინტელექტო ხალხს შეუძლია დაიჯეროს და დააკვირდით, ვინ იცავს ამ თითოეულა ფულის გამო, ვიღაც ვითომ რაღაცის მცოდნეები, დანარჩენი არის ბნელი ხალხი. ნახეთ, იმედის ჟურნალისტები აბსოლუტურად გაუნათლებელი ხალხია. აღარ სხვა ჟურნალისტები აიღეთ, რომელიც ამას იცავენ, აბსოლუტურად გაუნათლებელი ხალხია. წინ ჩემი სიტყვები, მე გეუბნებით. წიგნებიც მაქვს დაწერილი, მზადავარ დალაგებულად მშვიდა დაუხსნა ყველას, ვისაც აინტერესებს. ეს ყველაფერი, რასაც ბატონი კობახიძე ამბობს, ტყუილია.
არ შეიძლება ამ პროექტის გაკეთება და ამ პროექტიდან არანაირი სარგებლობა არ იქნება. როგორ შეიძლება ეკონომიკა განვითარდეს საცხოვრებელი სახლები და იქ ვილები რო აშენდება. კარგი, ადამიანი რაღაცებს შემდეგ გადაიხდის, მაგრამ მეტი ხო არაფერი არ იქნება. ამიტომ მოვჩეთ ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა გაკეთეთ. რკველი მაგით არ შეიძლება რომ ვისაუბროთ. როგორ პატარა ბავშვები ვითახართ ხელისუფლებას გამოდიხართ. არ იცით, არც ეკონომიკა იცით, არც ფინანსები არ იცით, არც ინვესტიცია არ იცით. ბოდავთ სისულელეს. თქვენი ეგრეთ წოდებული ექსპერტები ბოდავენ სისულელეს, იმიტომ არც ერთმა ეკონომიკა და ფინანსები არ იცით. თქვენი ბნელი მხარდამჭერები, ოღონდ თქვენ დაგიჭიროთ ხარი და არაფერი არ აინტერესებს. საკუთარი შვილების მტრები არიან. ამიტომ მოვჩეთ ამ თემას, მე საუბრობ მხოლოდ სარი ქართველებისთვის, მაგრად იყავით, ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში, თუ არ გინდათ რომ ქართველების ისტორია დასრულდეს საქართველოში. ეხლა გადავიდეთ მთავარ საგარეო საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გახმიანდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით. 28 პუნქტიანი გეგმა. ამერიკის პრეზიდენტის უშუალო წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს სერიოზული ამერიკაში და იქ არის ის ფაქტიურად სწავლით და ასე შემდეგ, კირილ დიმიტრიევი, თავის დროზე გაცოთ მე მიგანიშნეთ ამ კაცზე, მათ შეიმუშავეს ეს გეგმა. ცხადია, კირილ დიმიტრიევი თავის ინიციატივით ამას არ აიღებს და თავის თავზე, მას ჰქონდა რეკომენდაციები უმაღლესი ხელისუფალისგან და ფაქტიურად რა გამოვიდა. თუ ეს პროექტი განხორციელდა, მე არ ვიცი, რუსები დათანხმდებიან ამას, არ დათანხმდებიან. ეს არის ყვილა დაღუპული უკრაინელები, ტრაგედია უკრაინისა, იმიტომ რომ უკრაინელებმა უნდა აღიარონ ის მიწები, რომელიც აქვს რუსებს. ყირიმი თავისთავად, დონბასი უნდა გაანთავისუფლონ ბრძოლების გარეშე, დარჩენილია კიდე კრემენჩუგი და კიდე 1-2 ქალაქი, ეხლა ეს პაკროვსკი, რასაც ქვია, კრასნოარმეისკი, მალე დასრულდება, საშინელი ტრაგედია. დღეს ევრონიუსმა გამოაქვეყნა ცნობა, რუსებმა გადასცეს 1000 გარდა ევრონიუსმა ხას 1000 გარდაცვლილი გვამი ჯარისკაცის და უკრაინელებმა გადმოსცეს 30 გვამი. რატო? მე დავწერე რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ გამოცემაში არის ნახსენები, დათვლილი, ყველაფერი დათვლილია. 1,700,000 კაცია მკვდარი ჯარისკაცი. დეზერტირების რიცხვს და იმას მე ამას ტრაგედიის ვამბობ. უკრაინა ტრაგედიის ქვეშაა საკუთარი უგონობის გამო. საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები დაჭრილი და დასახიჩრებულის რაოდენობა არის გარდაცვლილთან 3-ჯერ მეტი. 1-3. ყველაზე საუკეთესოში ნაკლები არ არსებობს. ესე იგი გამოდის 1,700,000 დაღუპული ჯარისკაცია და 3-ჯერ მეტი, ანუ 5,100,000 დაჭრილი დასახიჩრებული. ამას დაუმატეთ კიდე 400,000 დეზერტირი, ნახეთ მილიონობით ადამიანი ქვეყნის გარეთ გასული და თქვენ ნახავთ რა ხდება. კიდევ მეორე მომენტი. აშკარად არის საუბარი იმაზე, რომ თუ არ ვცდები, სადღაც 1 კვირის წინ იყო თუ 10 დღის წინ, რუსებმა გამოსცადეს პირველად საბრძოლო მდგომარეობაში ცირკონი რაკეტა. თავისთავად ცირკონი სერიოზული ღირებულების რაკეტაა და რაღაცის დასანგრევად გაისროლო ის განსაკუთრებული ობიექტებისთვის არის მიმართული. ნიშნავს რომ ბეღურას ზარბაზნით ესროლო, მაგრამ დაიწყეს ამერიკელებმა გამოკვლევა და საბოლოოდ მიდიან იქამდე, რომ რა კი
მოხალისეთ ნატოს გენერლები და მაღალი დონის სამხედროები უკრაინაში იყვნენ და იმ ბუნკერში იყვნენ, სადაც ცირკონი დაეცა და ეს არის მინიშნებაო, რუსებმა გააკეთეს ესო მინიშნება ევროპისთვის და ნატოსთვის, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. ამიტომ ვერავით არის ფრანგულ, ინგლისურ, გერმანული ჯარი უკრაინაში ვერ შემოვა. მე არ მჯერა ის, რომ ზელენსკი უკვე უარი განაცხადეს, ზელენსკი, იმიტომ რომ ზელენსკი საკამარისია რაიმე მოლაპარაკებაზე განაცხადოს თანხმობა და მას ის დასავლეთ უკრაინელი ძალიან ექსტრემისტი, საკმაოდ კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმები ბოლოს მოუღებენ, ისინი არაფერს არ დათანხმდებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები რომ გავიდეს ბოლოში, ნახეთ როგორ მოხდა ამ პუნქტების შეთანხმება. უკრაინელებს აცნობეს, რომ ეს წინადადება მუშავდება. არავის უკითხავს, ამერიკელებს არ უკითხავთ უკრაინელისთვის მათი აზრი, რა უნდათ რა რომ ჩამოაყალიბეს და უთხრეს ეს იქნება. რუსები თანახმა არიან. რატოა თანახმა? იმიტომ არიან, რომ რაც დარჩება უკრაინა, მას ჯარი უნდა მცირე ყავდეს, არავით არის ნატო და ასეთი რამეები არ იქნება. არავით არის დემილიტარიზებული ზონა და ასე შემდეგ არ იქნება. ის, რასაც უკრაინის ნაწილი დარჩება, რუსული ენა უნდა იყოს ერთ-ერთი სახელმწიფო ენა, ჩვეულებრივ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. დონბასი, ყირიმი და დღაკავებული ტერიტორიები ის, რაც რუსებმა თავისი კანონით შეიერთეს, ყველაფერი უნდა დარჩეს რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეხლა მინდა ვთქვა, რა აზრი ქონდა ომს, როდესაც ერთი ტყვია ვერ იქნებოდა გასროლილი უკრაინის წინააღმდეგ, იყო აბსოლუტურად ცხადი რამ. და კიდევ მნიშვნელოვანი რამ ამ საქმეთან, რუბიო გამოვიდა ძალიან მკაცრად, რომ და იქ თქვენ უნდა ნახოთ ამერიკელების გამოხმოურებები. ცხადია ყველა მიწის, რომ უკრაინის ტრაგედია მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აგრესიულმა ჯგუფმა ნეოკონსერვატორებისა ნატოს გაფართოება გადაწყვიტეს. არ იქნებოდა ნატოს გაფართოება და რუსეთი გასროლას გაბედავდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ და მესმის. არა დასავლეთი მარტო, არამედ მთელი მსოფლიო შეაქცევდა მას ზურგს. ცალსახად არავინ არ მოგცემს შენ. აი ახლაც კიდე ჩვენი საცოდავის სპეციალური ნაწილი ხანდახან შემოვაჩა. აი 3 წელი ვერ მოუგო და კი მაგრამ რა თქვია მოუგო. უკრაინა რა მოსაგებია კიდე გეუბნები რუსეთისთვის. არანაირი. რა მოუგებ რა, ვინ აღიარებს ამ შენ მოგებას. შენ რა თქვი ამ ხელა ქვეყანას გაანადგურებ. ამიტომ რუსებმა აი ეს ბევრი შეცდომა ჰქონდათ დასაწყისში ეგონათ ერთი რომ უცებ მოილაპარაკებდნენ დასრულდებოდა, მაგრამ ჩაუშალა, კარგად გახსოვთ ჯონსონის იქ ჩასვლა და დღეს საუბარია იმაზე, რომ ყოველგვარი ესკალაციის გარეშე ისე რომ მობილიზაცია არ იყოს და ძალიან არ გადავიდეს შეტევაზე დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ის ევროპა, რომელიც არის საცოდავ დღეში, ხას უცებ, მას არაფერი არ შეუძლია, არც ნატოს არაფერი არ შეუძლია, ამიტომ ეს ხელშეკრულება მე მგონია რომ არ დაიდება, მაგრამ პოკროვსკის დაცემის შემდეგ აუცილებლად რაღაც მოხდება უკრაინის ხელისუფლებაში. აუცილებლად, იმიტომ რომ პოკროვსკი არის საოცრად მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი მთელი დონბასისა, ეგ ძალიან სერიოზული გამაგრებული ქალაქი იყო. კუპიანსკის აღების შემდეგ ეს ხარკოვის ოლქში კი ხარკოვამდე არაფერი მანძილი არ არის, არაფერი არ არის, ნაგებობა არ არის ისეთი, რომ რაიმემ შეუძლოს ხელი.
აქ არის კიდე მაგრამ თავარი არტერია იქნება აღებული, ვერ გეტყვით რა იქნება ოდესის მიმართულებით, ყველაფერი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ არის მორიგი ინიციატივა ამერიკის პრეზიდენტისა, რომელიც შეთანხმებულია რუსეთთან. რა იქნება? ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც ხდება სერიოზული. ეს ხელშეკრულება მე ვფიქრობ ვერ დაიდება, მაგრამ ეს მიუთითებს მთავარ რამეზე, რომელიც მე არაერთხელ აღმინიშნავს. აშკარაა, რომ ალასკაზე რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე გარკვეული შეთანხმება მიღწეულია. რუსები და ამერიკელები არიან კონტაქტში და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ. თუმცა ტრამპი აცხადებს, ნახეთ, სულ ახლახან ორმა რუსოფობმა სენატორმა, გრემმა და ბლუმენტალმა, ალბათ იცით ზოგიერთმა, შეიტანეს კანონ პროექტი, რომ 500% დაედოს ყველა იმ ქვეყნის საქონელს ამერიკის ტერიტორიაზე, ვისაც აქვს საქონელი, რომელიც რუსეთთან ვაჭრობს. დაუშვათ ეს კანონი იქნა მიღებული. ტრამპმა გააჩერა და თქვა, რომ 100%-ით საკმარისიაო, იგივე ფუნქცია შეასრულებს. 100% დაადო ფასი გაორმაგებული ფასებით, კონკურენცია რა უნდა იყოს ამერიკულ ბაზარზე, როცა შენ მარტო უნიკალურ პროდუქცია ვერ შეგაქვს, თუ რაღაც მცირე გამონაკლის არ ვიგულისხმებთ. ამიტომ ეს რუსოფობიული განწყობები ხელისუფლებაში ძალიან დიდია შეერთებულ შტატებში. ნეოკონსერვატორები კვლავ დომინირებენ საგარეო პოლიტიკაში და სერიოზულ საფრთხეს უქმნიან შეერთებულ შტატებს. თვითონ შიგა პროცესები მიუთითებს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე. აქ ერთი ქალაქი არის, თუ არ ვცდები, სადაც მთლიანად უმრავლესობა, მოდი ვნახოთ ერთი წამით, რომ გითხრათ ზუსტად ქალაქი. დარბორი, მიჩიგანში, სადაც მუსულმანები უმრავლესობაა, ისინი ქუჩებს გადაარქვეს, აი აგერ მაქვს კადრები, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე შეიძლება დავდო ეს გადაცემის შემდეგ, დროშები ყველაფერი მუსულმანურია, უმრავლესობა პირიქით ეუბნებიან, რომ წადით აქედან ამერიკელებმა ეს ქალაქია, ნახეთ რა ამბავია დროშებით, გამოსვლებით, ტექსტები როგორია, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს არის სამოქალაქო, აი ესეთი რაღაც წინააღმდეგობა, არა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოდის. ეს რაც ახლა დურბანში ხდება, ხვალ და ზეგ თბილისში მოხდება, ეს გარდაუვალია. საღამოობით განსაკუთრებით ის გონება ჩლუნგ ოცნების მხარდაჭერებს მიმართა. რუსთაველზე გაიარეთ, პლეხანოვი რასაც ქვიოდა, აღვაშენებლის გამზირზე გაიარეთ, ვაჟა-ფშაველაძე გაიარეთ და კიდევ უამრავ ადგილზე გაიარეთ, რა ხდება? ქუჩაში ჰარი კრიშნას ღერიან ინდოელები, ესენი კიდე თავის დღეში არიან, კიდე გეუბნებით. ქართველთა რაღაც ნაწილი თითქოს მოექცა დასავლური ორიენტაციის ქვეშ. სიაბანდობა. ამ დროს არ დასავლური კულტურა იცის, არ კლასიკური ევროპული ყოფა იცის, რამ განავითარა ევროპა და ასე შემდეგ, მაგრამ იდეოლოგიის შედეგი იყო ეს ყველაფერი, ხო? დააკვირდით იმ არაბებს, რომლებიც თბილისში არიან. თუ გნებავთ ბათუმში არიან სხვა. დააკვირდით როგორი საღი ხალხია. კიდე გეუბნებით, არაფერი შეგეშალოთ. დააკვირდით როგორი ბიჭები არიან და კაცები არიან. თქვენ რა გონიათ?
მალე თქვენ ამათ ხმას გასცემთ, ვერ გასცემთ ხმას. ესენი კულტურულად თვითმყოფადია, ჩვენი გადაგვარებული, ეგრეთ წოდებული შინ ევროპაში მიმავალი ქართულ კულტურას პატივს არცემენ და შეურაცხყოფენ, აბა ერთი მიდით და ამ თბილისში ამ მუსულმანს შეურაცხყვეთ მისი სარწმუნოება რა გიქნათ. ამიტომ ის რაც შეერთებულ შტატებში ხდება, გამაოგნებელი კადრებია, მთელი ქალაქი მათია, უმრავლესობა ისინი არიან და იქ გაუსადლისი ხდება ცხოვრება ამერიკელებისთვის. ისევე გაუსადლისი გახდება ქართველების ცხოვრება საქართველოში. და აქეთკენ მიდის საქმე და ამ გამოლენჩებულ უტვინო მხარდამჭერებს, რომლებსაც 3 მილიონზე მეტი ქართველი ხო იქნება, ჭურში ზის, არაფერი არ ესმის, არაფრიც გაგონება რა ქნას თავისი ბელადი უყვარს და ეხლა რა გავაკეთოთ, მითხარით, ბელადს გადავაყოლოთ, ეს ქვეყანა გადავაყოლოთ, მე ვერ გადავაყოლებ, იმიტომ რომ მე ჩემსაც გავაკეთებ კანონიერად, წესიერად რაც არის და იმედი მაქვს, რომ ძალიან სერიოზულ ქართველებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერ ამას მშვიდად, წყნარად, ემოციების გარეშე. ამიტომ საშიში სიტუაცია, ამერიკაში ეს ხდება, ევროპაზე ლაპარაკი არ არის. ნახეთ, როგორი პროვოკაციული განცხადებები კეთდება იმ ბალტიისპირელი ევროპის ხელმძღვანელების მიერ. წარმოიდგენიათ, ბალტიისპირელი პირები, ქალბატონი კალასი, საცოდავი და კიდევ სხვაები რა დღეში არიან ევროპაში, რა განცხადებებს აკეთებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით ხდება? თქვენ როგორ ფიქრობთ, კალასი და მისნაირები ევროპას არ უთხრიან ძირს? ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა გამომიგზავნა კადრები და მითხრა, ეგენი ასკარად მოსკოვის აგენტები არიან, იმიტომ რომ ანადგურებენ ევროპას. დიახ, ევროპას დიდი ხანი ანადგურებენ და ანადგურებენ არა უბრალოდ, არამედ ანადგურებენ ფუნდამენტალურად. რა თქმა უნდა, ამის რუსებზე დაბრალება თლად სწორი არ იქნება, იმიტომ რომ გაცილებით სხვა ძალები მუშაობენ ევროპის მოსანგრევა და ევროპა აუცილებლად მოინგრევა და ჩვენი ქართველი შინ მიმავალი საცოდავები აღმოჩნდებიან და დაიწყებენ სად წავიდნენ, მაგრამ ფულია ჯერჯერობით ამაში, გარკვეული წრისთვის სერიოზული ფულია, ამიტომ ამ ფულზე შეიძლება ჯერჯერობით თამაში, სანამ გეოპოლიტიკური სიტუაცია მოწესრიგდებოდეს. მოდით ასე ვთქვათ, რა პროგნოზებიც არსებობს ძალიან სერიოზულ ხალხს შორის, 2027 წლის განმავლობაში ძნელია როდის, პრინციპში მთავარი შეთანხმება უნდა მოხდეს. ეხლა მთავარია წლევანდელი წელი როგორ დასრულდება და წლევანდელი წელი ჯერ კიდევ თითქმის 40 დღეა და ძნელია თქმა როგორ დასრულდება. მე გართულებასაც მოველი, საქართველოში შიგა გართულებები იქნება აუცილებლად, ევროპაში და უკრაინაში თავისი უბედურება სჭირთ და წლის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია ვქონდეთ კონტური რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს მოწესრიგების საქმე, თუმცა საბოლოოდ მთავარი მოთამაშეების შორის შეთანხმების მიღწევას ალბათ კიდევ უფრო დიდი დრო დაჭირდება. მთავარი რაც უკვე გამოკვეთილია, სამი ქვეყანა მოილაპარაკებს ერთმანეთში, სხვა ვერავინ. ეს არის ამერიკა, ეს არის ჩინეთი და ეს არის რუსეთი. ეს არის ფაქტი. ეს არის არა ვინმეს მიმართ რაიმე სიმპათია, ანტიპათიის გამოხატვა, არამედ ეს არის ფაქტი. სხვა ვერავინ ვერ ჩაერევა ამ. ნახეთ, ევროპა გითხარით და ასეც არის, ეს არის არარაობა, პოლიტიკური არარაობა. დააკვირდით ფონ დერ ლაიენის განცხადება, ჩვენ გაზასთან მშვიდობიან ხელშეკრულებაში მაგიდასთან ადგილი უნდა გქონდესო. რისი ადგილის მისცემენ, კიდე გეუბნები, ამერიკელები და სხვები ევროპას არსად არ დაიჯენენ მოსალაპარაკებლად. იმიტომ ისინი არავინ არ არის. აი აგერ
უყურებ ამ ქალაქის საცოდავებას, მთელი ქალაქი დაფარულია არაბული დროშებით, წარწერებით, ქუჩები შეცვლილია, კადრებია, ძალიან სერიოზული პოსტია და მე გადაცემის შემდეგ დავდებ მას და თქვენ შეგეძლებათ ნახოთ. ამიტომ ხაც უსვამ, აი ეს დღეს გამომიგზავნეს, ეს მოხდება თბილისში. ეს აუცილებლად მოხდება თბილისში, იმიტომ რომ ქართველები მიიყვანეს იმათ, რომ გახეთქეს, არასდროს დიდი ერთობა ქართველებს არასდროს გონიათ ისტორიულად, ერთმანეთი გადაკიდეს. ეხლა მე გეკითხებით, რა ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც ჩემს გვერდზე შემოხტება და ბჭყალებში ვითომ გამლანძღავს და გავარდება. ორივე მლანძღავს ბჭყალებში. ერთი ის საცოდავი რუსთაველის პროტესტანტები, ერთი ეს საცოდავი ხელისუფლების უბადრუკი მომხრეები. ორივე. არ შეუძლიათ სიმართლის მოსმენა, რა ზრდილობა არის. როგორ აიცით, მეწოდებიან, არა მაქვს აგრესია მეს მიმართ, ძალიან კარგად ვიცი რაც ვეკეთ. კი მაგრამ ქალბატონი, რომელიც იმდენად არ ახარ გაზრდილი, იმდენად ელემენტარული ქართული ოჯახის მადლი არა გაქვს, რომ მე ბავშვი არა ვარ, ხო? ასაკოვანი ადამიანი ვარ, ხო? კი არ მეკითხები რაიმეს და კი განსხვავებული აზრი გაიგონე ჩემგან, მაგრამ არა უზრდელობ. ესე იგი არარაობა ხარ. ახალგაზრდები, ბიჭო, ანონიმშიკები, ახალგაზრდა რო ანონიმშიკი გახდები, ვითომ დასავლური ორიენტაციის შემოხტები და ცუდ რაღაცას დაწერ წყალებში, რა ცუდი უნდა და თავს რატო ინადგურეთ, ბიჭო? აწი გამოაჩინე სახე, გვარი დაიწერე, სახელი დაიწერე, მითხარი ბატონო დემურ, ან არა ბატონო დემურ, ან დემურ, ან რაც გინდა ის მითხარი. კითხე რამე თუ გინდა, შენს გვერდზე მოვედი და რაღაცა აგიხსენი, რაღაცა დაგარწმუნე, კაცო, ჩემს გვერდზე ვწერ ჩემს მოსაზრებებს. 30 წელია საჯარო პირი ვარ, ვერ მომიძებნით ერთ რაიმეს, რომელიც იყოს რაღაც სერელეთ ნათქვამი, რაღაც მერკანტილურად ნათქვამი, რაღაც პრინციპულად არასწორი. შეიძლება რაღაც უზუსტობები მქონდეს სადღაც, მაგრამ შეცდომა პრაქტიკულად არა, იმიტომ რომ ამ საუბარს საათობით მუშაობა უწევს. ქართველებს შეაძულეს ერთმანეთი, ქართველი, ქართულ ოჯახში გაზრდილი ხალხი ერთმანეთს უზრდელად ელაპარაკება, უზრდელად მოლაპარაკე ხალხი სახელმწიფოს ვერ შექმნის. უზრდელად ლაპარაკობს იმის გამო, რომ მისი იდიოტი შეხედულებები ვერ დაამთხვია იმ ადამიანის შეხედულებებს, რომელსაც ისმენს. ამიტომ აგრესიას, იმიტომ დაემართა საქართველოს ეს. საქართველოს ეს გარედან არ დამართია. საქართველოს ეს შიგნიდან დაემართა. გითხარით რატომ დაემართა? ყველაზე ჩათლახი, გამყიდველი ინტელექტუალური ელიტა ყავს. ფულის გულისთვის თავის ქვეყანას რომ ყიდის. საშინელი გამყიდველი პოლიტიკური ელიტა ყავს. და ხალხი გაიყო და ერთ ბელაც ერთი ხარე, მეორე მხარე მეორე ბელაც, მაგრამ თქვენ არ ახართ საქართველო. საქართველო საბედნიეროდ გადარჩენილია და ამ გადარჩენილ საქართველოს მე საქართველებს, ეს არის ქართველი ხალხი. ამიტომ მოემზადეთ, სერიოზულად იფიქრეთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით შაბათს 21 საათზე, მე ვეცდები კვირას ლექცია აღვადგინო, ის რაც გუშინ რაღაც საშინელება იყო, 6 საათზე გავედი უნივერსიტეტიდან და 2 საათის მერე ვიყავი არმისული დიდუბის მეტროსთან და მე უკვე კიდე როდის მივიდოდი, უკვე ლექციას ვეღარ ჩავატარებდი და ბოდიშკი ხდით, მაგრამ კვირას მე მგონი ავანაზღაურებ ამ ლექციას და შემდეგ გავაგრძელებთ სერიოზულ მუშაობას. შაბათს უკვე კვირის სერიოზული მიმოხილვა იქნება, მოემზადეთ,
მე საბოლოოდ შემიძლია გითხრათ, არ მოიტყუოთ თავი. მე და ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორები ყველგან მივალთ. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ არის. ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ქართული საქმის დასაცავად იქნება. თუ ამის უკან იქნება რაიმე გარიგება ხელისუფლებასთან 1000%-ით შემიძლია გითხრა, რომ მეწოდინება და ღიად ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენ 4-ვემ გადავწყვიტეთ, რომ ყველგან მივიდეთ. დათო ჭაბუკაშვილი ამბობდა კონსერვატორებს მაგი ხშირად აკრიტიკებდა. მე ვარ რომ მათთან დაპირისპირებული, მაგრამ მე აუცილებლად მეულო, ეს არის ქართული კაცის აქციელი, ეს არის ქვეყნისთვის გადადგმული. ჩვენ მაგალთ ინფოსთანაც მივალთ, პატრიოტ ალიანსთან მივალთ და სადაც კი იქ 28-ში კიდე ქალბატონები აპირებენ ძალიან სერიოზულ აქციას და აუცილებლად ყველგან მივალთ. ჩვენ მივალთ ყველგან, იმიტომ რომ დასაცავია საქართველო, დასაცავია ქვეყნის მომავალი და მე უდიდესი იმედი მაქვს გადარჩენილი სახი ქართველების და ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში. არ გამოვა სხვანაირად, სუფთა უნდა იყო უფლის წინაშე, სუფთა უნდა იყო შენი ქვეყნის წინაშე და შენი გვერდით ნაცნობი თუ უცნობი ქართველის წინაშე, რადგან შენ მათთან ერთად შეგიძლია ამ ქვეყნის შენარჩუნება უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ხას უსვამ, არ გაშინებთ, არავითარ პანიკას არ ვქმნი. გეუბნებით, არ დაბრუნების წერტილს თუ გადავალთ. ანუ მერე უკვე ჩვენი ძალებით ჩვენ უკან ვერ მოვბრუნდებით, ვერაფერს ვერ გავასწორებთ. ამიტომ ჩვენ საშიშად უახლოვდებით ამ არ დაბრუნების წერტილს, მისი გადაბიჯება არ შეიძლება. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ერთმანეთის გვერდით დადგომა და ყველანი ერთად ჩვენ ამ ქვეყნის გვერდით დავდგებით და ამ ქვეყანას დავინარჩუნებთ მომავალი თაობებისთვის. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით, უდიდესი მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას. კარგად წარდებოდეთ. შაბათამდე გემშვიდობებით.